მშვიდობისა. ეხლა ვიყავი კარფურში. რაღაცები ვიყიდე. ცოტა რაღაცები მქონდა საპირდელი. სალათის ფოთლები, საფეხო ხახვი, მოკლედ რაც არ მქონდა ნიორი. ხო და ასეთ რაღაცებს, ანუ ბოსტნეულს მწვანილებს ვერ ვყიდულობ ჩვენ მაღაზიაში, მაგრამ ხმირალ სახლში მზიანი ამინდია. დივარ სახლში, აი ეს არის ჩემი გაზის, ეს არა ქვია, რიცხველი მულიანებზეა. პლომბიადებს, აი თუ გამოჩნდება, არ ვიცი რამდენად ჩანს. მოკლედ უკაზოთა შუა ზამთარში ანყინვებში ჩვენი რეფლექტორი ვერ მოპოვდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ ახლა ჩვენ მაღაზიაშიც ვიყავი შესული, ცოტა შაქარი ვიყიდე, ეს ყავა. ვიყიდე კარფურში სალათის ფოთლები, მწვანილები, ეს არის ოქრახუში, ეს ბინძი, ესე ხახვი, ცოტა ხახვი ვიყიდე, ცოტა ხახვი, აფილო და ნიორი. ასე და რიცხველი დეშირაკი. ესეც ასე, ხო გავიხდი მე. არა, რას გავიხდი? მეგობრებო, ისე მცივა ეს დღეები. საერთოდ აი ვერაფერს ვერ ავაბავ თავს. ძალიან აი უხასიათოდ და უენერგიოთ რა, ანუ რო გცივა და ვერაფერს ვერ აკეთებ რა, აი თითო წერტილში რო ოდნავ სითბო და აი იმ წერტილს ვერ შორდები, წარმოიდგინე. და დილას სადგომა ხო კატასტროფაა ეს ჩათბილულის სამიდან გამოძრომა, იმიტომ რომ ყინავს, ანუ აი ძალიან ყინავს და კიდევ კაი ღიადის ქვეშ არ ვარ. ხო და მოკლედ იმიტომ ვერ გადავიღე ვიდეო, რომ აი არ მქონდა ხალისი, არ მქონდა თავი. ეხლა მაღაზიაში ჩავედი და მოვედი ცოტა გავთბი და მოკლედ ჩავუყიდე ახლა ამებს. ძალიან ძნელია ესეთ პირობებში ცხოვრება. თან სარეცხიც და სარეცხი მაქვს. არის ისეთი რაღაცები, რასაც ხელთ ვერ ამოვრეცხავ, ანუ აქ ჩემთან რა. და სარეცხის მანქანა დედას აქვს და იქ უნდა გავიდეთ და ამ ყინვებში კიდე ხალისი არ მაქვს საერთოდ გარეთ გასვლის. ეხლაც აი როგორ იცით, აი მეთქი უნდა გავიდე, არ არსებობს, იმიტომ რომ საარსებო ხო გჭირდება. ხო და მოკლედ აი ესე. ეხლა მე თანქასზე გავატყობ წიწიბურას. ამათ ვაჭამე და კიდე კნავია. ასე. ხო და ესე რომ მეგობრებო, საერთოდ ხალისი რო გექნება ყველაფრის დაკარგული. სიცივის გამო ხო რა. აი მე რაღაცა დღეს ისეთი მზიანი ამინდია. მაგრამ მაინც ყინავს. გრადუსებს კი შევხედე და კიდე კარგახანი იქნება მინუსები, ანუ საღამოობით დღისით კიდე არ უშავს, მაგრამ იცით რა არის, როცა გარეთ დაუშვათ რომ დათბეს, ხო? სახლს რა გაათბობს. ანუ რაღაცა სიცივეს ინარჩუნებს რა, მოკლედ და ნუ ესეთი ამბები გვაქვს რა, მოკლედ ვიწუწუნე, აბა პრინციპში ხო რა, რაც არის ეგ არის რა და მაგას ვამბობ ახლა ვისაც რა უნდა ისი ფიქროს უკვე მომბეზო და ესეთი
კრიტიკული თვალით რო უყურებენ ყველაფერს და თვითონ თავის თავშოვიდანაც ვერ უყურებენ ზოგ-ზოგი ერთებზე მაქვს საუბარი, თორე ნორმალური შეგნებული ადამიანები, რომლებსაც ესმის ეს ყველაფერი და გამოუცდია მაინც მინიმუმ ის არ იტყვის ესეთ რამეს 100 წელი. ხო და ასე რომ ესეა. ხო, ეხლა ამას შაქარს დავაბინავებ. ყავა დილისთვის ცოტა კი მქონდა დარჩენილი და იმას დავლიე და რაღაცა უჭმელზე რო დავლიე რაღაცნაირად ისე ვერ ვარ ეხლა. თავიც მტკივა. რაღაცა უცნაური სიზმრები და მესიზმრა. გადით აქედან, მე ფეხებში მებლანდება გაფი მიწის საშინელისა. თვითონ თუ არ დაზიანდა მე წამაქცევს ერთხელაც იქნება ისე დაბოდიალობს და აი არა რეაქცია რა. აი დობი ყურადღებიანია იცის რომ ან მომერიდოს რა რაღაცა და ხახლი იყო კიდე. გადი აქედან. ხახლი ცოტა იყო. და რაც ამოვარში ეგ იყო რა კიდე ჩამოსარჩევა კლიანობაში იყო ცოტა ესეც ასე შაქარი დავინა ნიორს საკდავდეთ ეს დაწევას ნაცივარში ისე გუშინ გავაკეთე ესა მაკარონი პაპლოცკინი ის რომ მქონდა კონტეინერში ცოტა დარჩენილი ფარში ჯერ მომხარში გადავწურე მე ტაფაზე ცოტა ცხიმი გავუკეთე ხახვი დავაჭერი მარილი და პილპილი შავი და მოხარშულ მაკარონს ავურიე შვენიერი გამოვიდა მეგობრებო რა ვიცი მე ეხლა ჩვეულებრივ ხორცს ვყიდულობ და მე ატარებინებ ან ატარებ იმაზე ნაკლები არ არის რა ვიცი მე ეხლა ვიცი შესაძლებლობა იყოს უკეთესად იყიდი ადამიანი. ეხლა მე წყალს დავადგავ ამ დეშირაკს მაინც შევჭამ ეხლა ცოტა სული მოვიტქო. სოსო დეშირაკი ვიყიდე. კვერცხსაც მოვხარშავ ეხლა ქვაბში კვერცხი ეს მე მგონი უნდა გაცნობიერებო მალე გაზიც იქნება დასატენი მოკლედ რა ეს გავხსნა ბარემ აი დაიჯერე კურტკაში დავდივარ სახლიც გარედან დიდი სამით რომ ვიძახი გავიხადოთ და ვერ გამახსენდა რომ რასია გაიხადო ხო გავიყინები რაღაც ცოტა ხანი კი ვერ იგრძნობ იმიტომ რომ როცა მოძრაობ ვებიოდ ნახო ეხლა სახში როცა არ არის სამოძრაო სად ვიმოძრავ ანუ რაც შემიძლია იმას ვაკეთებ ხო და ესე მეგობრებო არ ვიცი გაციებით ოღონდ გაციებით არ გავცივდე თუმცა ერთ-ერთჯერ კი ვიცი რაღაცა შემაციასავით და მედი არ ვიყავი მედი არ ვიყავ და ცოტა ეკავ ხოლმე
უი მართლა მეგობრებო ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გაგიზიაროთ არ ვიცი შეიძლება ბევრმა იცის კიდევაც მაგრამ უკვე შეიძლება ვინმე იყოს ვინც არ იცის ამას წინათ დედამ გამომატანა სოიოს ისინი როა რაღაცა კუბიკები თუ ისა რა ანუ ვითომ ხორცი რა სოიოსი ეს გუკებს მე გუკებს ვეძახი ძალიან ისეთია თავის სპეციფიურია მოკლედ მაგისგან ახლა ადრე კი გამიკეთებია აი კოტლეტების გამიკეთებია ის რაღაცები რა მოკლედ მაგრამ ახლა არ ვიცი აი ხო ის წლები მაინც გამოცდილება და რაღაცა თავის საშვება არავის არ უსწავლებია მე თვითონ მივედი ამ დასკვნამდე ხო და რახან მე ამ სოიოს ასე ვთქვათ ამ მასალა რა ქვია არ ვიცი მართლა მოდი კუბიკები დავარქვა სოიოს კუბიკები სუნი რო აქვს თავისებური და გემოც ხო ავდექი თან არის ძალიან წყალწალა ანუ ცხიმი ხო საერთოდ არ აქვს რა სოიოს რა ძალიან ის არის ხო ავდექი და ესეთი რაღაცა მოვიფიქრე ჯამში ჩავყარე მოვასხი ცოტა ზეთი ხახვი ნახევარი ხახვი გავჭერი კიდე ნახევრებად ჩავდე შიგნით ცოტა მარილის გავუკეთე და მდუღარე დავასხი დავახურე და გავაჩერე ესე ერთი დღე მეორე დღეს უკვე აი როგორ დაბასტურმებული ესეთი არომატი ქონდა და ცოტა ხანი კიდე მაინც იმას ვკენი ანუ კიდე ერთხელ დავასხი მდუღარე მოკლედ დღის მანძილზე კიდე მგონი ორჯერ დავასხი იმიტომ რომ ხო იცი წყალი რო გაგრილდება ანუ აი ესე რა მგონი პირველი დასხების მერე კიდე ორჯერ თუ სწორედ მახსოვს და მერე არც გავატარე არაფერი სად მაქვს ჯერ გასატარებელი ის თვითონ ხო არ მაქვს მე არც აკეთებ მაგრამ მოკლედ ხელით დავძენძე და არ დაიწვას ეს და ეხლა მივხედო ჯერ ამ წიწიბურას და კვერცხი დავადგა ხო და ის რა ქვია ხელი დავძენძე გავუკეთე იქ მწვანილები კიდე გავუკეთე ხახვი დაჭრილი ანუ წვრილად დაჭრილი ცოტა ხმელი კინძით გავუკეთე მოკლედ სუნელები ძალიან მოუხდება რა და ისა დავქვი იმაში ბლენდერის საფქაუში დავქვი ბრინჯი ცოტა და ცოტა ჰერკულესი და ეს მოკლედ ავური ამ ფარშს რა მოდით ესე ვთქვათ სოიოს ფარშს ხო ის არომატი უკვე ქონდა გამჭდარი ხახვის და ის ავური ეს ბრინჯის და ჰერკულესის ფქვილი და ცოტა ხანი გავაჩერე ანუ ცოტა ხანი არა მდუღარე კიდე დავასხი ცოტა რომ აი ეს ჰერკულესი მას ეკნა რა წეპოვნობის გამო იმიტომ რომ ძალიან იშლებოდა ხო და მე ესე იგი ფორმა მაინც არ მიიღო ანუ თვითონ ატლეტების გაკეთება მინდოდა ფორმა ვერ მივეცი და იმას ვქენი გავაცხადე ტაფაზე ანუ მოვთუშე და შევამჩნიე რომ უკვე ისა იწყებდა შეკვრას ხო მე ხა იქვე იმას ვქენი ფორმები მივეცი მაგრამ საერთოდ უნდა ასე ვთქვათ ტაფაზე მოვთუშოთ ოდნავ მერე გადმოიღოთ ცოტა რომ გააციებთ მერე მისცემთ ფორმებს შეიძლება კიდე ფქვილში ამოავლოთ და ისე შეწვალთ გემო არაჩვეულებრივია აი ვერ გაიგებ რომ არის ხო კიდე შეიძლება დაამატოთ გახეხილი ცოტა კარტოფილი და სტაფილო იქნება არაჩვეულებრივი აი მართლა ნამდვილ კატლის დაემსგავსება იმიტომ რომ ანუ თან ახლა
მარხვა იწყება და წარმოიდგინეთ სამარხოდ მე მგონი რომ მშვენიერი რეცეპტია და თუ ვინმეს დაინტერესდება თანმიმდევრობით, ანუ დავწერ თქვენ მითხარით კომენტარში თუ გაინტერესებთ, ჩამოვწერ რა და როგორ რის მერე უნდა. მოკლედ ასე. სხვა მეგობრებო, ისეთი ახალი არაფერი არ ხდება. ამიტომაც უფრო არც გადავიღე ეს დღეები, ხო, 2 დღე გამოვტოვე, სწორედ მახსოვს. ნუ პრინციპში ახლა გამემართლება კიდევაც ხა ვისაც აქვს ახლა ისეთი სიტუაცია, რომ არის სითბო, გაზი, გათბობა და რაღაცა მოძრაობაც არ არის ახლა ისეთი რთული. მე კიდევ არ ძალიან ცივანა მეგობრებო, არ ვიცი, ბავშვობაში დედაჩემი ძალიან ფუთნავდა. მეც სხვათა შორის ესეთი აი მშობლის ისა ხო იცით გამოყვება. მეც თბილად რა ეხა ისე ძალიან თბილად როგორც დედამასწრებდა ესე არა, მაგრამ არც ნაკლებად ვაცმევდი ნიკას და სოსო პატარაობაში ხო, ანუ ჩვეულებრივად თბილად, ოღონდ ძალიან თბილად კომბოსტოსავით არა. მაგრამ ეხა თვითონ გადაწყვიტა რომ ზამთარში, მაისურში იყოს. აი, რომ ვუყურებ ფსიქოლოგიურადაც ცალკე მცივა, ისედაც ხო მცივა და ეხლა რომ ვუყურებ სოსოს, ფსიქოლოგიურადაც მცივა. მაისურში დადის, ანუ იძახის რომ არ მცივაო. 1-2 შევატყე, აი მინუსები რო იყო ძალიან მოიცვა ჟილეტი. თქვენ თუ გონიათ რომ გრძელკვავიანი ჩაიცვა, არა. ერთხელ ავდექი და აი ძალიან დავაძალე მეთქი ჩაიცვი ჟაკეტი თქო და აი როგორ იცით ძლივს და ცოტა ხანი ეცვა და მე მოვტრიალდი რაღაც შევხედე და გახდილი მქონდა ისე. მოკლედ ასე მე ვარ ძალიან ცივანა. თან ალბათ რა ვიცი შეიძლება ასაკის ბრალიც არის უკვე. თუმცა არა, ახალგაზრდობაშიც და ბავშვობაშიც საკმაოდ მცივანა ვიყავი. მე ყოველთვის მიყვირს ქუჩაში რომ დადიან მოკლე წინდებით და ტიტრი კანაფეხები რო უჩანთ, ზოგი ტოპებით რო დადის, ნუ რაღაცა რა ვიცი, ჩემთვის ეს არის როგორი მიუღები, ნუ ზამთარში ახლა რა თქმა უნდა, ზაფხულში რა პრობლემაა. ზაფხულში ამისა ტყავი გაიძრო ადამიანმა ხანდახან ისე ცხელა ხოლმე. არ ვიცი ახლა ეს როგორი ზაფხული იქნება. ხო, ტელევიზორი და YouTube-ზე წამოყარა ეს ვიდეოები თოვლიანობასთან დაკავშირებით მთიან რაიონებში, გურიაში და რა არის იცით, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ის ხალხი იტანჯება ამ დიდ თოვლობით და ესეთი პირობებით, ანუ კლიმატური ესეთი მდგომარეობით და ჩვენ თბილისი ძალიან მეთქი რაღაცა განგებას გაეყო მაინც ის თოვლი და მეტი წილი ვგადო თბილისისთვის და ეთვა შეიძლებოდა ცოტა თბილისშიც მოსულიყო ესეთი. ნუ მე არ მახსოვს რომ თბილისში ყოფილიყოს დიდ თოვლობა. ნუ აი მაქსიმუმი მე მგონი არ ვიცი ახლა მე რაც მახსოვს თორე შეიძლება ოდესღაც იყო. მაქსიმუმ მე რაც მახსოვს იყო მგონი 9 მეტრი. ანუ მე ვიძახი, ანუ ქალაქში რა აი მთებში და ცოტა მაღლობში და ისეთ ადგილებში კი მახსოვს მამაჩემს ავყავდით ხოლმე ბავშვობაში, ან კუსტმაზე ავდიოდით ხოლმე, ან მთაწმინდის პარკში, ანუ ადრე არ იყო მთაწმინდის, აი თვითონ ის პარკი იყო. ჩვეულებრივად ვეძახდით ხოლმე, რატომღაც ფუნიკული ორს ვეძახდით, ანუ ხო რა, ხო და იქ ავდიოდით ხოლმე, საგუნდაოდ და ესე რა, ესე დაგვატარებდა ხოლმე მამაჩემი. ხო, ასე რომ რა ვიცი. მოკლედ, ეხლა თავი ამტკივდა. ძალიან მტკივა თავი და ეს ანალგინიკი დამეწევა. მაგრამ რა ვიცი. ჯერჯერობით არ მოქმედებს. შეიძლება რომ არ მიჭამე არაფერი და ყავა დავლიე პირდაპირ. შეიძლება მაგის ბრალიც არის.
ჯერ რაღაცა ორი ლუკვამდე მეჭამდა და მე დამედია ყავა. ერთი ამერიკელი მსახიობი გარდაიცვალა, უпростоრედ გარდაცვლილი იპოვეს თავის სახლში, ცოლთან ერთად და ძაღლიც და როგორც ამბობენ, შესაძლოა ერთი კვირა თუ ორი კვირა ანუ ყოფილიყო რა ესეთ მდგომარეობაში. ისე გამიკვირდა მეთქი თუ არავინ მოიკითხა. იცით ისა სახელი გამახსენე ჯინ ჰეკმანი მეგობრებო ცნობილი ფილმები ახლა არის ძველ სუპერმენში ეს ლექს ლუტერის როლს ასრულებს ვესტერნებში ძირითადად ვესტერნებში მონაწილეობდა ნუ უარყოფითი პერსონაჟებიც იყო არის კიდევ უილ სმითთან ერთად ერთ-ერთ ფილმში სადაც აგენტი იყო და რო ეხმარება უილ სმითს მოკლედ კარგი მსახიობი იყო საკმაოდ ასაკოვანი მაგრამ მაინც საწყენია რომ რაღაცა მოხდა ხო ან აირმა გაჟონა და მაგიტო ხა ნუ მოკლედ არ იყო პატარა მაგრამ თავისი სიკვდილით როგორც ჩანს არ გარდაცვლა იმიტომ რომ მეუღლეც მასთან ერთად და ძაღლიც ხო ანუ ეს ნიშნავს რომ რაღაცა უბედური შემთხვევა მოხდა არა რამდენი წლის იყო 95 იყო მეგობრებო წარმოიდგინეთ ანუ 95 წლის ასაკში რომ თავისი სიკვდილით რომ არ გარდაიცვლება ადამიანის არ ვიცი რა მართლა მოკლედ ხო ეხლა ეს ამას გავრა არა ხო კარგად გამოიყურებოდა თავისი წლებისთვის მშვენიერ ფორმაში იყო მაგრამ სამწუხაროდ ესეთი რაღაცებიც ხდება მე თუ ჩემი ჩანგალი ვიფო და ესე მოკლედ არ ვიცი რა ერთი ეს არის კაი გამონათქვამი მაგრამ რუსულად ვიცი дорогавад вымышленна благими намерениями ანუ კეთილი ზრახვებით არისო და როგორ ვთქვათ ვიმიშნა ну არ ვიცი ახლა ქართული ზუსტი თარგმანი მაგრამ ვინც გაიგებს ალბათ და სხვათა შორის რომ უკვირდები არის რაღაცა სიმართლე რაღაცა კი არა დიდი სიმართლე რომ გამონათქვამში და რა ვიცი მაინც ვღელა ის რაც ხდება საერთოდ ზოგადად მსოფლიოში რაც ახლა ჩვენ გვინდა რომ გჯეროდეს რაღაცა კარგის და ასე როგორ ვთქვათ რომ ყველაფერი კარგისკენ შეიძლება ხალხისთვის და ასე და ასე შემდეგ მაგრამ როგორც წესი ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე რომ დიდარი ხალხი ძალიან უდიერად და უხეშად მოიხსენებს უბრალო ხალხს ფილმებში ძალიან ხშირად არის ესეთი ფრაზები რომ წავიდეს მაგის იმაშიო ანუ როგორ ვთქვათ რაღაც თითქოს აი როგორც სანაგვეზეო და რაღაც ესე ანუ ღარიბი ხარო და ვითომ ნაგავი ხარო და მე ვარო რაც ავარო და აი ესეთი დამოკიდებულება რო აქვს უმრავლესობა შეიძლება მდიდარ ხალხს რაღაცა თავისთავად რომ მართლა დიდი ვიღაცები გონიათ და პრინციპში არიან კიდევ ძალაუფლებით და ფულით მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება ვფიქრობ ძალიან არ არის რა ლამაზი არ არის მათთვისაც კარგი არ არის თუმცა არიან კეთილშობილი შესაძლებელი ადამიანებიც რომლებსაც ღმერთის ჟინიათ წამთ რა ვიცი მოკლედ რა ვიცი რა იქნება როგორ იქნება ესე მეგობრებო კარგით აბა დროებით დაგემშვიდობებით შეიძლება საღამოსაც გადავიღო არ ვიცი ნახოთ ხო უნდა ავინაზღავრო რომ არ დავდე 2 დღე რაღაცნაირად ხო პრინციპში ახლა სოსაც ვეუბნები რომ დედა ახლა კი მესმის რომ შენ ტელეფონი არა გაქვს და რაღაცა ჩემ ტელეფონს ხარ მაგრამ
ხო უნდა გადავიღო მეთქი მეც ვიდეოები და იმის მაგალითად რომ ხელი შემიწყო და ყოველთვიურად რომ ხელფასი გამომივიდეს ხო კარგი იქნება ახლა ბევრი არ არის მაგრამ რაც არის ხო დაგვეხმარება ახლა მაგალითად მე კრედიტზე ძალიან მეხმარება ეს YouTube-ის ხელფასი ეს YouTube-ის ხელფასი რა მქონდა მე არ ვიცი ალბათ ჩემებთან ძალიან ბევრი ნერვიულობა და ის მომწევდა იმიტომ რომ ყოველთვის არ შეუძლიათ ახლა შეიძლება გქონდეთ მაგრამ ვთქვათ არ გქონდეთ იმისთვის რომ ვთქვათ მე მომცენ ხო ახლა მე რომ მუშაობდე და სესხით თხოვა ხო კიდე ხო რომ დააბრუნებ და რაც როცა აი ისე მოკლედ რა მიხვდით ხო ის თქმა უნდა ძნელია რა და სულ მაგას ვეუბნები რომ მეთქი ხელი შემიწყე რომ უფრო ხშირადაც დავდო ვიდეოები უფრო საინტერესოც რო იყოს მე თვითონაც ვეუბნები რომ შენც ხომ გამოჩდი ხომ და რას მეუბნება იცით ისო მე არ მაცლიო ლაპარაკსო მეთქი შულო როგორ არ გაცლი უბრალოდ მე სიტყვა ანუ აზრი არ მაქვს შენ დამთავრებული მაგდროს გინდა ხოლმე ხო ესე პრინციპში რაღაცა კუთხით მართალია იმიტომ რომ რო დავიწყებ ხოლმე მე ვეღარ ვჩერდები ხოლმე და ერთი რამოდენიმეჯერ შევატყე რომ არ ვაცლიდი ბავშვს ლაპარაკს და მე თვითონ არ მესიამოვნა რომ მეთქი რა არის აი როგორც სხვა ადამიანს ასე ჩემ თავზე მეთქი ბავშვს აცალე რა ლაპარაკი და ესეთი რაღაცა მქონია რა თქმა უნდა ხო იმიტომ ვიძახი რომ შორიდან საკუთარ შეცდომებს ადამიანები ვერ ვხედავთ ხოლმე რა შორიდან კი არა როგორ ვთქვი ანუ შორიდან არ ვუყურებთ ჩვენ თავს და საკუთარ შეცდომებს ვერ ვხედავთ თორე ხშირად რომ ჩვენ თავს ვუყურებთ შორიდან უფრო კარგი იქნებოდა ხო ყოველდღე ხა ადამიანი გაიწყებს ვიდეოებს უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ან უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანის ასვიდახი რო არ მიყავს YouTube-ზე ვლოგები არ დაიწყებს ახლა კამერით თქვა დაფიქსირებას და მე გამოაშკარავებას ის რაც არ მოსწონს თავის თავში YouTuber-ებს გვაქვს ეს პრივილეგია რომ ჩვენ თავს ვხედავთ შორიდან და ჩვენ თავზე ვმუშაობთ ასე თუ ისე ხო ანუ რაც არ მოგწონს ვცდილობთ რომ ის აღმოვფხრათ, გამოვასწოროთ და ეს მე ეს დრო ეს ჩვევაში იჯდება და უკვე ხასიათში იჯდება და ერთი კუთხით ასე ვთქვათ კარგიც არის ეს ანუ სასარგებლო რა ამის თქმა უნდა და კარგით აბა ესე გემშვიდობებით და ვერ გემშვიდობებით კარგი დროებით საღამომდე აბა გაგოცეთ